მასშტაბური სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში 4 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში სოფელში გერმანელების უბანში მთლიანად იცვლება კომუნიკაციები და ეწყობა გერმანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ღობეები. 1 კილომეტრიანი ქუჩა კი მთლიანად ქვაფენილით მოპირკეთდება. ნახეთ მარიამ სოლოღაშვილისა და გიორგი გულიჯაშვილის სიუჟეტი ასურეთიდან. ჩამონეს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და ამითი აქ ადამიანი ზოგი სუვენირს გაყიდის ოჯახიდან, ზოგი ჩურჩხელა, ზოგი რაღაცა და ის შემოსავლის სწავლოთ ფულიც გაჩნდება. ასურეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ყველა ადგილობრივი თვალს იმედით ადევნებს. ასურეთელები ფიქრობენ, რომ შესრულებული სამუშაოების შემდეგ, რომელიც გერმანული არქიტექტურის იდენტური იქნება, სოფლის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. სოფლიდან წასულ ახალგაზრდებს კი შინ დაბრუნების სურვილს გაუჩენს. აღარ წავა რა სოფლიდან, რეგიონიდან აღარ წავა ადამიანი ქალაქში და იქ რაღაცებს აღარ დაიწყებს, მიხედავს თავის კარმით დამოს, მიხედავს თავის ადგილს, თავის მიწას და მოღონიერდება სოფელი. ძნელია როცა არ არის მოწყობილი ისე რომ 2 კილომეტრი და რო წყალს მოიტან უკვე ძალიან ძნელია, სასმელშიც უნდა გამოიყვანო, საჭმელშიც და ბოდიშ და ტექნიკურად რამის დასალეცხად, ხო? ეს ყველაფრისთვის რა თქმა უნდა, კარგია, როცა ეს ყველაფერი მოწესრიგდება. ეს ქვის იმით იყო თხელი, იმით მოგებული ტროტუარი, აი ქვემოთაც ამ სახლებსაც თხელი ის გაყვებოდა ქვის ისა ტროტუარები. მე ეს დაინგრა აირია და აი გახდა მართლა გახდა აუცილებელი, რომ ეს მოწყობილიყო ის და გამოცვლილიყო ეს. ეხლა დიდი ენთუზიაზმით ვართ მთელი სოფელი. სოფელ ასურეთში გერმანელი კოლონისტების ნამოსახლარი, სადაც ამ ეტაპზე რაჭიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები სახლობენ, ძველი იერსახეს იბრუნებს. ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით ასურეთში არსებულ შვაბების ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე ქუჩაზე კომუნიკაციები იცვლება, რაც სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემის სრულ აღდგენას, ასევე ქუჩებისა და ფეხით სავალი ნაწილის ქვაფენილით მოპირკეთებას და მესერებისა და ჭიშკრების მონტაჟს ითვალისწინებს. პროექტი მიზნად ისახავს გერმანული სოფლის იდენტური ეკონომიკური განვითარების მოდელის შექმნასაც, რაც სოფლის ტურისტულ პოტენციალსაც მნიშვნელოვნად გაზრდის. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 4 მილიონი ლარით აფინანსებს. ამ ეტაპზე სამი პროექტი მიმდინარეობს. ერთ-ერთი არის სწორედ შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია. პროექტის ფარგლებში იგეგმება როგორც საავტომობილო, ისე საფეხმავლო გზების რეაბილიტაცია, მიმდებარე კედლებისთვის ძველი იერსახის დაბრუნება, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციისა და განათების ქსელის მოწესრიგება. დაუბრუნდება თუ არა შვაბების ქუჩას გერმანული არქიტექტურისთვის სახასიათო ძველი იერსახე, ეს ცნობილი ივნისის ბოლოს რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ გახდება. სწორედ ამ პერიოდისთვის გეგმავს სამუშაოების დასრულებას შპს დაგი.